არის დამუშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გადასებული დანაშაულის შედეგისთვის და საჭირის სახელმწიფოდ განესაზღვროს პრივატული თავისუფლების საფრთხე. მასზე 2 წლის ჩამოერთვა საქართველოს სამსახური დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად აღგანაჩენილი დანიშნულ საჭირს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკაბრის განაჩენილი დანიშნული საჭირის მეხუთე ნაწილი ჯარი 25,000 ლარის ოდენობით და საჭირის საბოლოო სახელმწიფოდ განესაზღვროს თავისუფლების საფრთხის ვადით და ჯარი 25,000 ლარის ოდენობით. ვინაიდან სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა, რადგან 2019 წლის განაჩენით ნიკა ნორმელიას განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, ეს განაჩენი იყო აღუსრულებელი, მას არ ჰქონდა აღნიშნული ჯარიმა გადახდილი, მიმდინარეობდა საავსრულებო წარმოება, აქედან გამომდინარე სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა და შესაბამისად აღნიშნული განაჩენი დაემატა დღევანდელ მიღებულ განაჩენს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ნორმატიული ბაზა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამომტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა ნამდვილად. ასე უნდა იკითხონ და წერონ და განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის ასე ვთქვათ აღსრულებას, რაც შეეხება ჯარიმას, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, იგი ორჯერ არის დაპატიმრებული. დღეს საერთოდ გამომართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მოგეხსენებათ ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ჩვენ მოსამართლის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა, თუმცა რაც ნიშანდობლივია აღნიშნულ საქმეში მოსამართლის საერთოდ არის გამოკითხული და საერთოდ არ ინტერესებს პროკურატურის პოზიცია შეურაცხყოფილი არის თუ არა მოსამართლე.